სახალხო დამცველმა 2014 წლის ანგარიში პარლამენტში წარადგინა. 900 გვერდიან ყოველწლიურ ანგარიში ასახულია გასული 1 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა სფეროში დადებითი და უარყოფითი ტენდენციები. პატიმართა უფლებები ციხეებში, შენიშვნები გახმაურებული საქმეების გამოძიებასთან და პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით. ანგარიში განსაკუთრებული ყურადღება ამ საკითხებზეა გამახვილებული. ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის მომზადდა. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. დღემდე პრობლემად რჩება უსახლკარო პირთა მონაცემთა ერთიანი ბაზის არსებობა, მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და კონფლიქტით დაზარალებულთა დასაქმების საკითხი. ნათქვამია სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშში. უჩან ანუაშვილმა მთავრობის მხრიდან ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ცენტრალური ბიუჯეტიდან სხვადასხვა სოციალური პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილი სახსრები არასაკმარისია. პრობლემად რჩება უსახლკარო პირთა მონაცემთა ერთიანი ბაზის არარსებობა. რის გამოც უცნობია საქართველოს მასშტაბით თავშესაფრის საჭიროების მქონე პირთა რაოდენობა. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება უსახლკარო პირთა მიზნობრივი დახმარებისთვის, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ბიუჯეტში გამოყოფილი ფინანსური სახსრების ნაკლებობა. უჩან ანუაშვილმა ანგარიშის წარდგენისას ქალებისა და ბავშვების, ასევე რელიგიური, ეროვნული და სექსუალური უმცირესობების დაცვის კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანია საზოგადოების ტოლერანტობაც. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ კანონით გარანტირებული ყველა უფლება თანაბრად უნდა გავრცელდეს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე. შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მასშტაბები, რომელიც განსაკუთრებით გასულ წელს გამოვლინდა. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ფემიციდი. რასაც კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე შემთხვევაში მსხვერპლს რეაგირების თხოვნით ინციდენტამდე ჰქონდა მიმართული სამართალდამცავი ორგანოებისადმი. გამოწვევად რჩება ჰომოფობიური დამოკიდებულება LGBT პირთა მიმართ და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებების დროული და ეფექტური გამოძიება. სახალხო დამცველმა ანგარიშის წარდგენისას სასჯელ ახსრულების დაწესებულებებში არსებულ არასათანადო პირობებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად განხორციელებული პოზიტიური ცვლილებებისა, ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ციხეებში არსებული პირობები და პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის გამოძიების გასაიდუმლოებული შედეგები. 2014 წელს გარემონტდა და გაიხსნა სასჯელ ახსრულების ცენტრალური საავადმყოფო, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სამედიცინო მომსახურება. დაიწყო რამდენიმე პროგრამის განხორციელება ჰეპატიტის სამკურნალოდ და ასევე სუიციდის პრევენციის პროგრამები. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, სახალხო დამცველისათვის იყო საგანგაშო რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები. სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში დღესვე პარლამენტის ბიუროს წარადგინა. 2014 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ანგარიში 904 გვერდიანია.